country, Georgia. Let's go, man. Zmglebo Fight Hop podcast-ი გამარჯვებით ბრუნდება საქართველოს UFC MMA-ის ისტორიაში მერაბ დვალიშვილის მესამე ტიტულის დაცვა და ჩვენ დაიმახსოვრეთ რომ ვართ პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი ნოსტალგიორგი და ხვიჩა ქორიძე ბათუმი Fight Club. ხვიჩ როგორ ახარ? კარგად რომ მოვესალმებით მაყურებლებს. მოკლედ ეხლა ცხელ გულზე ბრუნდებით რა, დამთავრდა UFC 320 და რა თქმა უნდა ვისაუბროთ მერაბის გამარჯვებაზე, მთლიან ევენტზე ვისაუბრებთ კიდე. საქართველოში ისტორიული ევენტი ჩატარდა, პირველად ჩამოვიდა Brave, ანუ და კიდე შევეხებით ბათუმი Fight კლუბის ბოლო გამოსვლას LFA-ში გოჩა შაინიძის სახით. კიდევ ერთი გამარჯვება and still undefeated მერაბ დვალიშვილი and still ჭამანო, არა, ჭამა yes და დვალიშვილმა შეჭამა მთლიანი დივიზიონი. ხვიჩ რას ფიქრობდი ხვიჩ, ანუ ბრძოლამდე რამდენად საშიში იქნებოდა კორი სენდჰეიგენი? ჩემი აზრით ძალიან საშიში იყო და ძალიან ეფექტური მოწინააღმდეგე იყო მერაბისთვის. რა მე ვიცოდი რომ მაგალითად ეფექტური იქნებოდა რა და გამაგვირა მერაბმა. აი აშკარად გამაგვირა მერაბმა, იმით რომ მეტი გააკეთა, რა ვთქვათ რომ ძველი მერაბი ესეთი სენდჰეიგენისთვის სავარაუდოდ არ იქნებოდა რა. მაგრამ მერაბმა როგორც თქვა პოსტ-ბრძოლის ინტერვიუში რომ მე ვიზდები, მე ვითარდები და დაამტკიცა რომ ვიზდება და ვითარდება და რა ვიცი რა, კაროჩე, აი დარწმუნებული ვარ, სამართალი თუ არსებობს, pound for pound-ის მეორე ნომერში უეჭველი უნდა გადავიდეს რა, მაგან და ისლამ მახაჩევი უნდა ჩახსნას, იმიტომ რომ ისლამ მახაჩევმა რა დაცვებიც აკეთა ქამრის ხო, მაგრამ 2023 წლიდან რა დაცვებიც აკეთა ქამრის ხო, ამან ერთ წელიწადში დაიცავა ეს ქამრები. ამიტომ ეს დაცვები ჩაატარა უბრალოდ რა. ამიტომ no doubt, ხოლმე ხარ 100%-ით მერაბი უნდა იყოს მეორე რეიტინგი pound-ის და პირველი მეორე საქართველოს უნდა იყოს პირველი ორი ადგილი რა. ღირსეული არის და მე მაგას ველოდები. კი. მერაბიზე მოდი ვთქვათ, რომ ბევრი რეკორდები მოხსნა და ბევრი აღიარებს, რომ უკვე არის ყოველ დროის საუკეთესო bantamweight ჩემპიონი. კიდე 100 პირველი ადამიანი არის, რომელმაც 100 takedown-ი გააკეთა UFC-ში. და მთლიან UFC-ის ისტორიაში მისი მოგების სერია არის მეოთხე ნომერზე, აზე ხარ? მე 14 მოგების სერიაზე არის და ძალიან სერიოზული შედეგი არის რა, მოკლედ რომ ვთქვა ისტორიას წერს რა. როგორც ერთ-ერთი გოუთი და კიდე ვიწყებო, მოსადავი არის არ გავჩერდები და ეთყობა რომ ანუ არ არის დაღლილი არის გადამწვარი, უფრო არის მოძრაობაში არის რა. კი. რამე დიმეტრალების არ აწუხებს და აქვს საშუალება რომ დიდი ისტორია დაწეროს კიდე. 2-3 წელი რომ იცი და მაგორ 3 წელიწადში რომ 5-დან 8 ჩხუბამდე ჩაატაროს, всё, დამთავრდა და მაგი ხუში და 8 ჩხუბი რომ მიგოს ადრე არ აქვს უკვე რა უნდა ქნას. კი და თავიდან რომ ნახე რა, მერაბი ფაფახით რო არ გამოვიდა, რაღაც ენერგია კი ქონდა ყოველთვის რაღაც ის აჩკებით რო გამოვიდა რაღაცა. მე იმას რო უყურებდი, კორი სენდჰეიგენიც მაგარ იმაზე იყო რა, სულზე რა, მაგარ დუხზე იყო რა, ეთყობოდა რა და ანუ კორი სენდჰეიგენს თუ შეატყე, მერაბის ერთ-ერთ რაუნდის შემდეგ კუთხეში თქვა რომ მაგის ჭიდაობა არაფერი არ არისო რა. ანუ რო გრადონეზე ფიქრობდა მერაბის ჭიდაობა რა საშიში იყო, რომ ანუ მე დაისვენა რომ ხო ნუ ჭიდაობით დიდი ეფექტი არა, მთლიან ჩხუბში ბაზარი არ არის, ჭიდაობითაც მოუგო, მაგრამ მერაბი რო იძახდა რომ ესა მე დგომში გაქთიშაო მეორე რაუნდში თითქმის ვნახეთ ხო ეს ნოკაუტი.
კი, კი. მეუბნები ძალიან ახლოს იყო მაგი ფინიში რა. როგორ არ იყო 100%-ით იყო მერაბის დომინაცია, იმენა ყველა ძალიან მაგარი დომინაცია განახორციელა რომ მერაბი მომგზო მაგი მენზე და ანუ ხო მართალი ხარ დასაწყისში რაც შეეხება ხო იმას რომ მეტოქი ის გამოდიოდა სანხაგენი ლოადედი იყო და იმენა მაგრამ ფოკუსირებული გამოდიოდა და მე მისი განწყობა ზოგადად აი მე მომწონს მისი განწყობა რომ არანაირი ზედმეტი მოძრაობები აი სულად men on the mission და ისე რა ქვია და მერაბის გამოსვლა არ მომეწონა იმიტომ რომ მოდუნებული იყო ძალიან რა ჩემი თვალსაზრისით თუმცა ენერგია დაბალი ქონდა ვიდრე ადრე ხო თუმცა შევიდა კეიჩი ხო და რო შევიდა კეიჩი ხო უკვე დავინახე რომ აი აკრიბა და მოიხოდა რა თუმცა დასაწყისში რა თქმა უნდა მე დაბალი ენერგიით დავინახე და ცოტა სანერვიულო დამიტოვა მაგ მომენტმა რა მეც აი მართლა იგივე დავინახეთ ჩვენ რა მაგრამ რაც თავარია ბოლოს ანუ ჯამში ის გააკეთა რაც მართლა ყველას ეგონა და ახლოს იყო რომ შეესრულებინა ის ნოკაუტი რა მდგომში რა მოდი კიდე რაც შეეხება რა მერაბს ამ ბრძოლაზე მინდა კითხო ანუ თითქოს აი ჭიდაობით რამდენჯერ ჩაიყვანა ხო ქვემოთ მაგრამ ბოლოს მაინც ზურგით და კედელზე იყვნენ ხოლმე რა ხო ანუ დიდი ზიანი რაღაც ვერ გააკეთა მისი ჭიდაობით მაგრამ რა თქმა უნდა დომინაცია და კონტროლი ქონდა ხო მე და მას ზოგადად მაგას კონტროლის მებრძოლი არა მაინც რო თქვა და ხაბრო ჩიმაევი რო აიღებს პოზიციას და აღდება და არ ეკანება და ანუ აშრობს მაგ პოზიციაში მას ესეთი მებრძოლი მე არა მე უფრო დინამიკური მებრძოლია რა რატო იღლება მეტოქი ახლა რო თქვა რომ ხა მაგალითად დუბლესიმ დაიღალა ჩიმაევთან მაგით ყოველი იქნება რა და იგივე და საპირისპირო შემთხვევაში ხო მერაბისთან უდგებიან აქტიურად მერაბის აძლევს საშუალებას ადგომის კლინჩის სეპარეიშენი რო იწყება გაწყვეტა თორე კომბინაციას აძლევს დაცვაზე ამუშავებინეს მე კიდე ფეხში ჩადის ანუ დაღლა საიდან იქნება ეს მერაბის ეფექტი ეგრეთ წოდებული საიდან იქნება რა ისიდან იქნება რომ ანუ ამუშავებს მეტოქეს იგი ხა დუპლესი კრუზერ ფიგზე წევს ხელები გაშლილი აქვს მაგალითად რომ შევადაროთ რა პროსე ორივე რა თქმა უნდა ჭიდაობა არის მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ჭიდაობა არის რა კრუზერ ფიგზე დუპლესის და ხდება რაღაც ესე პატარა შეხებები და არაფერი არ ხდება რა ანუ გამოსვლაც არ აქვს და არც იღლება არც კვდება ანუ რა ხოძე არის და ამ დროს მერაბის ქვეშ უნდა ადგე ფეხებს უნდა ადგე თავიდან კიდე აგაღო დაგაგდო კიდე უნდა დაეყნო ხელს კიდე უნდა ადგე ადგომის დროს კიდე დაგარტყა კომბინაცია კიდე გადაიღო და კიდე უნდა ადგე და ეს უფრო დამღლელი მომენტი არის რა მაგიტო იქნება ის ზოგადად მერაბის ეფექტი მაგიდან გამომდინარე და მისი ძალიან ძლიერი მხარეა რომ კლინჩის გაშვება იცის ძალიან მაგარი მხარე არის რომ კლინჩს უშვებს და თან კომბინაციებს აძლევს ანუ გაყრის დროს არ ტყავს ხო ანუ რო უშვებს მაგ დროს იცის მორტყმა ხო გაშვება ხო რა თქმა უნდა იმიტომ არ ტყავს რომ დაარტყა თავიდან ხელები აწია კოლკორი რამოდენიმე დაცვაზე გადავიდა დაწყვეტა ბაკ თავიდან ფეხში არის კიდე მოკაჩა დაახვედრა თავიდან ფეხში არის წელში არის საკმაოდ ეფექტური სტილია, ძალიან ეფექტური სტილი არის რა, ძალიან დინამიკური და ეფექტური სტილი არის. და ისე კორის კარგი დაცვა გამოამჟღავნა ხო? ჭიდაობის მართლა კაი დაცვა გამოამჟღავნა და განსხვავება კიდო იყო, ანუ ბევრად მაღალი რო იყო რა. რამდენჯერ აიღო ზურგი ხო მერაბის, ანუ ხელები შეკრული ქონდა, ქვემოთაც ყავდა, იმას იმხელა ფეხები ქონდა, რომ იყო თუ არა შენი აზრით სასურველი რომ ჰუკები ჩაედო ფეხების მერაბს იმიტომ რომ არ ქნა ეს და ალბათ არ იყო სასურველი ხო ზოგადად მერაბი არ არის ის ბექმაუნტის მებრძოლი რო გავიხსენოთ მისი მთელი კარიერა რო გავიღოთ რომ ეს მნიშვნელოვანი პოზიცია ბექმაუნტი აუღებია და დაუფიქსირებია ხო ეს არ ყოფილა და არ ევასება მაგას მაგი მოქმედება არა მისი მაგის სტილი ახსნა რო ვთქვათ რა კიდე უბრუნდებით რომ ეს მერაბის ეფექტს არ ქმნის მაგი ჩაყრილ ხუკებზე ახლა დაждდება სახელი და პროსტა იწყებს ფეხის მოხსნას ხელის გადატარებას და არ დაიღლება იმდენად, რამდენად დაიღლება ადგომებით, რამდენად დაიღლება ამ ხელების გაწყვეტით, ამ ხელების გაწყვეტის დროს მოხვედრით, რამდენად დაიღლება წელში, თავში. ამიტომ ეს უკვე ჩამოყალიბებულია ასეთთან, რაც არის ყველა სესიამოვნო, ხო? ესეთი ჭიდაობა არ იყო მერაბამდე, ანუ რაღაცაში ძალიან დიდი ნოვატორი არის ახლა მერაბი რა, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიდაობის სტილი მერაბის ჩამოყალიბებული არის, იმიტომ რომ
არის ესეთი იდეით არ უჭიდავია ადრე მოჭიდავებს ახლა ჩემი ბიჭების რო ჭიდაობენ ხო იმ იდეით ჭიდაობენ რომ გადაიყვანონ რაღაც მნიშვნელოვანი პოზიცია აიღონ დააждენ მეტოქეს და იქიდან დააზიანონ მაქსიმალურად რა მაგრამ ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება და აქ ნახევრად აღებული ფეხს რო უშვებ ხო შენ ცენს ბევრ ძალას არ ხარჯავ შენ პროსტა შედი ფეხში უშვებ კიდე დაარტყი კიდე შედი ფეხში ცოტა ჩამოკაში პირველი მეორე მესამე რამოდენიმე კიდე ვერაფერ ვერ გააკეთა დასაწყისში მაგრამ მე ხო გააკეთა და გააკეთა კი. თან აბსოლუტური რეკორდი მოხსნა ერთ სატიტულო ბრძოლაში ყველაზე მეტი გდება გააკეთა 17 გდება დაასრულა სატიტულო ბრძოლაში მე მგონი 40 მცდელობიდან წარმოიდგინე ეს ახალი რეკორდი მოხსნა მე რა მაგ ივენტზე მაგ ბრძოლაში და შესრულა და ახალი სტილი შექმნა, ახლა კიდევ ისტორია დაწერა, ყველა ბრძოლიდან ბრძოლამდე ისტორია და კიდე ისტორია დაწერა რა. ეს მისი ჭირობა არ იყო, რა თქმა უნდა, მიზან შეწოლილი, იმიტომ რომ კოლის ახალგენი დაისვენებდა, ჩატრიალდებოდა. მერაბისთვის დავალება არის, რომ ქვევიდან არ უნდა აღმოჩნდეს მაინც ასე რომ, იმიტომ რომ ქვევიდან როცა არის, მომხმები დატვირთვა მიდის. მე დავინახე ისე მერაბი რომ დაიღალა მეოთხე რაუნდში, მაგრამ მეოთხე რაუნდი რო დასრულდა, მაგრამ რეკავერი გააკეთა ძალიან სწრაფად რა. და მერაბის სტილზე მინდა ვთქვა, რომ ძირითადად რა, აი დაჟე ხაბიბზეც იძახიან, რომ ახლა კაჟუელებზე ვიძახი, რომ ანუ ეგ სტილი არ არის სანახაობრივი, ხო? და fan favorite რა როგორი ტყვიან მაგას. ხო, და აი ზუსტად მერაბის სტილზე იძახიან, ეხლა რომ მერაბის მძიმე ჭიდაობის სტილი არის სანახაობრივი ჭიდაობის სტილი რა და გახდა fan favorite რა და ამერიკელს ებრძოდა ხო ლას ვეგასში დაჯე წარმოიდგინე და აი ალბათ გონი არც იყო USA თუ ერთხელ იყო USA რა ხო ასე იმდენად მე რა პოლოდენ ხო ბოლოს ხო რა და ანუ მერაბი გადავიდა ის საზღვრები გადალახა და გახდა ისეთი პიროვნება, რომ ანუ household რა, ყველა სახში MMA-ის ფანები აღიარებენ როგორც მართლა საუკეთესო მებრძოლს რა. და მინდა რომ მოულოცო. ჯერ მინდა მოულოცო სულორს, მერე ვანს, მერე იმერეთს, მერე თლიან საქართველოს და მერე თლიან სოფლიოს რა. ეს იყო უმაგრესი გამოსვლა მერაბის კიდევ ერთი დაცვა და მგონი ერთი აკლია თუ არ ვწდები რომ კონდეს ყველაზე მეტი დაცვა თუ ეხა აქ უკვე ანუ ალჯოუს კონდა ერთით მეტი მგონი ხო ხო მე არ თქმა ყველაზე მეტი გათანაბრდნენ მგონი სამი დაცვა კონდა სამ დაცვას არავინ არ ამსწარა როგორც მე მახსოვს და ვარიანტ დასაზუსტებელი არის რა ძალიან მაგარი ისტორია დაწერა, ძალიან მაგალითი მის სხვა მოჭიდავეებს, როგორ იყოს ინტენსიურები, დინამიკურები, ლამაზი მებრძოლეები და რავი, ბევრი რამ გააკეთა, რაც საინტერესო არის ჩემი თვალსაზრისით, მაგრამ სამუშაო რას არის რა. მე ჩემთვისაც როგორც თელისთვის რაღაცები უკვე უნდა გადმოვიღოთ, რომ ესეთი entertainment მებრძოლი გახდე რა, ეს გამართობელი მებრძოლი რო გახდე, არა მარტო ვაშაკ, ასე ვთქვათ, თან ეფექტი ძალიან დიდი ეფექტი აქვს მის ჭიდაობას დღეს. მოდი შევეხოთ, გადავიდეთ ამ თლიან ევენტზე, სანამ თემებში შევცვლით, ეს რა შეასრულა პოატანმა. აუ, просто ვაუ. მასკირებასთან ზოგადად მაგამედან კალაევი გამოირჩეოდა იმით, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცუდად ექვემდებარებოდა და რაღაც ფსიქოლოგიური მე ვატყობდი მაგ მებრძოლს, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლა უჭერდა რა. აი ფსიქოლოგიურად უკვე შოუვიდა ტვინში მენა რა და პროსტა შოუვიდა ტვინში და პირველი სტარტი ისეთი მიცა ხო რომ თქვათ რომ გათიშა ეს ტყუილი არის არ გაუთიშე პროსტა დანებდა მან კალაევმა რა და ხაბიბის სიტყვები გამახსენდა რომ ამ ბრძოლის წინ ამბობდა ინტერვიუში ბოლო პერიოდი ხაბიბმა მაგრა ორია ინტერვიუებში და ამბობდა მაგამედან კალაევი ყველაზე მაგარი მებრძოლი არის UFC-შიო რა ყველაზე სერიოზული არის დღესდღეობით და პაუნდი უნდა იყოს და რაღაცეებიო და პროსტა ელემენტარული აფეთქებაზე გაიგედა მაგამედან კალაევი ანუ რა თუ მშვიდად რა მაგამედან კალაევის სტილში ასე არ მიდიხარ ანუ ჩააქრო მოკლედ რა
ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა ალექს პერერამ. მე მეგონა რომ მაგარი დაკალები გაიმეორებდა მის შედეგს იმასე გითხრა. ხო, მეც მაგრამ მეგონა. დავინახე კი, რამდენად ალბათ მეც. ფოკუსირებული იყო პერერა მისი სტარტში მივხვდი რომ всё მაგარი დაკალებმა წააგო, იმიტომ კეიჩდა დადგა და დაიწყო სირბილი პერერასგან. იმის შემთხვევაში ხო მაგარი დაკალებს ერთი შანსი ქონდა მაგი ბრძოლა მოეგო. დასაწყისში რო პერერა უტევდა ხო თვითონ დაიხვედრებია და ძალა დაანახა და ძალა დაენახებია მაგრამ ძალა არ დაანახა და პერერამ რავი ეხა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს დამცირება და არ იყოს დამცირება და ეს ჟესტი რო დაასრულა და მაგრამ ზოგადად მაგამიდან კალაევის აზროვნებაზე ძალიან ნეგატიური ის იქნებოდა მაგას რა ასე რომ კი, მაგრამ იმ მომენტში დაჟე მაგ ჟესტზეც არაფერი პრეტენზია არ ქონდა ხო ნახე აი სამჯერ გაუკეთე დაინახე რომ გაუკეთე ხო არ ვაფშე არ ქონდა რეაქცია გატყდა რა პროსტა ხო ანუ ისე გამოვიდა პერერა დარწმუნებული რომ პირდაპირ მიდიოდა როგორც ტყვია რა აი დარწმუნებული მოდიოდა პირდაპირ რა და არ იყო მაგისთვის მზად მაგ მომენტში რა თორე შეიძლება სხვა ბრძოლა ყოფილიყო და მოკლედ ეხა დაღესტანს ჩემპიონი არ აყავს. უნდა ვნახოთ მახაჩევი. გაუტრუხდა პროსტა რა. აი პერერას აჯერდა ეცი უკანა ჩხუბზე რომ მობეზარდა ჩხუბი რა. რამოდენიმე ბრძოლებში ის მასეთი რაღაცა რომ როგორ არიან იცი უკვე აზარს არ განიცდიან ბრძოლაში, ბრძოლის დასაწყისში და იგივე დაემართა პერერას და ანუ ვიყავი დატრამულიო და ის აზარტი არ ქონდა, ანუ ცეცხლი არ ქონდა რა. ეს შამარი არ იყო ადგილას რო თქვა რა. არა ჭამა კი ჭამა შეჭამა მოდი ამევენზე რა კიდე ერთი კითხვა მაქვს რა თუ ნახე ზალალი და ჯოშემეტის ბრძოლა რა კი ძალიან მაგარი არის განსახილი არის აუცილებლად მაყურებლისთვის მაგი ბრძოლა ერთი მუშტი არ მოხდომია არც ერთს რა არც ფეხი თავიდანვე რო ჩაიყვანა და ეგრევე ისე ქონდა ხო ხელები შენ თუ დააკვირდი რა ანუ შენი აზრი მაინტერესებს ხელები ისე ქონდა გაჭედილი რომ თაფიც ვერ გააკეთა რა და სიტყვით თქვა რომ თაფ verbal tap-ი გააკეთა ხო verbal tap verbal tap-ი გააკეთა ხო ანუ ისუ ზალალი არის UFC-დანაც გაუშვენ თოპურიასთან იმის მერე რომ წააგოდა რომ დაბრუნდა ისე მაგრა დაბრუნდა ისუ ზალალი რომ რა ხალხი ვერცნო მაგ ისუ ზალალს მოგრებდა ვთქვა რა ხო და ზოგადად ეს ძალიან იშვიათი არის არ მახსოვს უკან როდის იყო ბოლოს მაგი რა რომ არბარით გაამარცხეს UFC-ში ვინმე იმიტომ რომ არბარი ახლა უკვე ჩემი თვალსაზრისით და უმრავლესობა მებრძოლების თვალსაზრისით overrated არის ანუ რა არბარიდან გამოდის 99% შემთხვევა გამოდის არბარიდან და სტელობებიც ამოღებული არის ვარჯიშს ესე რომ ვთქვა ბრძოლის დროს არბარების აღებები რა არბარი ქართულს არა აქვს საერთოდ UFC-ში ილია მეთქი ლიანა ჯოჯუას აქვს ერთი მგან კი ლიანა ჯოჯუას აქვს არბარი გაკეთებ მაგრამ მე გულისხმობ რომ აი ძალიან დიდი ხანი სავარაუდოდ ერთი წელიც არ მინახავს არბარი UFC-ში ასე ვთქვათ თითქმის მეტიც არ მინახავს არბარი იმიტომ რომ არბარი უკვე აი როგორ აიცი უკვე უკანა საუკუნე უკანა დეკადა არის ალბათ რომ ვთქვათ ასწორად რა გრეპლინგის თვალსაზრისით და ისეთ უყურებდით თან და ანუ არბარზე რო გადადის უკვე როგორი რეაქცია მაქვს ადამიანზე აი ისე რა ანუ არ იმაშობი რა ქვია სერიოზულად არიღებ არ უყურებ არ ვიღებ სერიოზულად და უყურებ როგორც საკმაოდ სერიოზული კუთხე აქვს ისე ღმათა იყო რომ ანუ რა იშვიათი დღესდღეობით იშვიათი საბიჟელი გაიჩნდა შერეულ ორთაბრძოლებში არბარი მოკლედ რო თქვა და უმრავლესობები არის ან ტრაიანგლები ტრაიანგლ ჩოუკები რეარ ნეიკენ ჩოუკები ყველაფერი ჩოუკები სადაც იძინებს მეტოქე და არ წრება იმიტომ რომ წრებაზე უკვე არ ნებდება ხალხი რა და იბრძვიან ბოლომდე და გამოდიან თან ჯოშემეტზე მე რო ვიცოდი ჩემი მებრძოლი რო ჯოშემეტთან რო ბრძოლოდეს ხო მე ვიტყოდი არბარი არ აიღო მეთქი თქვა აზრი არ აქვს იმიტომ რომ ეს არის ჯოშემეტი რომელიც არ წრება არასოდეს და არასოდეს არ ნებდება რა და რავი რაღაც კიდე ახალი რაღაც მაგარი ახალი რაღაც გააკეთა ასე რომ მართლა მაგრა შეასრულა მაგარი არბარი რა და ეთყობოდა აი ენერგეტიკა რომ აპირებდა ჯოშემეტის გარეთ გასულას იმენა და აპირებდა ჯოშემეტი გაიარა არანაირი დანდობით იმენა მე მგონი რომ ილია მიცა მენტალური რაღაც სიძლიერე რა რახან ილიასთან ქონდა ბრძოლა ჩატარებული თან მარცხი და მე რო ნახა რომ ილია რა ნუ რაც არის და თვითონ როგორ გამოვიდა ილიასთან
რომ რავი უფრო მოშივდა მე მგონი რა თან რო გაუშვეს UFC-დან ეხა დაბრუნდა და რავი ჯოშემეც ესე არავის არ მოუგია მგონი მე რაც მახსოვს რა ჯოშემეთისთვის არა ფინიში შეშემეტი არა წაგებს ზოგადად იგებ ისეთი დესიჟენი მოუგოვა ეს ჯოვარესია ფინიშზე მაგრამ იმიტომ რომ იმ დესიჟენის მერე მკურნალობა არის საჭირო და არ მარდება ის ვერბალ ტაპი გააკეთა მაგრამ ნუ დავინახეთ ის უზადად დაბრუნებული ძალიან ხოძე ძალიან მაგარ ხოძე ძალიან საინტერესო მებრძოლი არის იმიტომ რომ ისეთი არის რა აი ფინიშზე არის ორიენტირებული რა არა დესიჟენებს არც უყურებს მოკლედ რო ვთქვა რა რაცა არა და მაგარია ძალიან კატართან ბოლოს რო გარბოდა რა კატართან მესამე რაუნდი სუფეხზე იყო მირბოდა რა და მაგასაც ეფექტი ქონდა მგონი რა რომ ნუ კატარი დაამარცხა მაგრამ მესამე რაუნდი სულ გარბოდა და რაღაც ეხა მოვიდა უფრო ხო ახლა არა როგორ იყო ისი კატართან მიხდა რომ მოიგო ბრძოლა ხო უკვე არ ქონდა ახლა UFC-ში დაბრუნდა წარმოიდგინე სამი ბრძოლის მოგებიანი სერიაზე მაგიდან ორი ბონუსი აქვს აღებული რა და ის რა ქვია არ უნდა რომ წააგოს რა სერიაზე არის რა და ახლა იმ შემთხვევაში ხო გასაგებია მაგრამ პირველი რაუნდში ხო უკან ყველაფრის ფინიში პირველი მეორე რაუნდები არის რა რა თქმა უნდა მესამე რაუნდში თუ გადავარდება და იწყებს პასიურობას როცა ეცოდინება რომ ორი რაუნდი მოგებული აქვს და ძალიან ლოგიკური არის თან მაგიდან გამომდინარე რა მაგ შემთხვევაში ნუ კაროჩე რა მალადეც იუსუს დალალს მალადეც საღოლ იუსუს დალალს კი მოკლედ ბანკაში შედეგია მოდი ამ ევენზე დავრჩეთ ჯერ კიდე ერთი ძალიან მაგარი ბრძოლა იყო რა ანუ ხალილ რაუნდტრი და ირი პროხასკა ძმაო რა ირიმ მაგარი შოკი მოგცა ბოლოს რა ანუ პირველი ორი რაუნდი ისე იბრძოლა რომ გეგონებოდა რომ ვინ იყო რა იყო სად იყო ვერ მიხვდებოდი თითქმის ეგეთი იყო რა ანუ ტექნიკურად თან აუთპუტიც არ ქონდა და მესამე რაუნდში გამოვიდა რომ ანუ მიხვდა რომ ეხლა ხმლის გაცვლა არის რა და მივიდა მიაწვა და მე მგონია რომ ბოლოს ხალილი იმდენად აფეთქებადი არის იმდენად კუნთიანი არის რომ ბოლოს არ იყო ის ენერგია მაგასაც რა ეს ზოგადად ხო აი ესეთი ფენომენი როგორც პროხასკა შეიძლება იყოს მარტო 80 ქვემძიმე ზონაში ანუ 93 კილოგრამის კატეგორიაში 205-ში რა იმიტომ რომ სხვა ნებისმიერ ზონაში ხო ისე იკლებენ ზონას აი მაგალითად შენ თუ 93-ში დაიკიდე ხო მაქსიმუმ აი 105-ია 106-ია 110-ია იღდგინო აი ყველაზე სასწაული მაგრამ 110-ის ძალაში და 105-ის ძალაში ასე რომ ვთქვა რა 105-ის 100 კილოს ძალაში და 93 კილოს ძალაში არა ესეთი დიდი განსხვავება რა და სხვა ნებისმიერ სხვა ზონაში იმხელა აღდგენა არის რომ ჭიდაობით გააჩერებდნენ მაგალითად პროხასკას როცა ორი რაუნდი ცალკე კარში წაგებული აქვს ასე რომ ვთქვა და ფეთქებადობასაც არა აქვს მაგხელა სასწაული ეფექტი ასე რომ ვთქვა რა მძიმე ზონა მასე ვერ აფეთქდება მაგალითად რა მძიმე ზონა მასე ვერ აფეთქდება იმიტომ რომ პროხასკა ნახევარი რაუნდი აფეთქებული იყო ფაქტიურად რა მესამე რაუნდის ნახევარი აფეთქებული იყო და სულ კომბინაციებში იყო რა კი მაშინ დაიწყო გამოსვლა რა თან პროხასკა ზონას არ იკლებს ეს ვაფშე არ აკეთებს ზონას პროხასკა რა ზონაც არის იმ ზონით იბრძვის სადაც 74 ჰაჰა მოკალი 75 კილო არის რა სხვებთან შედარებით რა და ხალილ რაუნდტრი ფავორიტი ძალიან მეგონა მაგ შემთხვევაში და თან აღმოჩნდა ფავორიტი იყო ფაქტიურად ფავორიტი აი ვიწროთი ჩხუბა არანაირი პროვოკაციებს არ ექვემდებარებოდა ყველგან მოგები ყრუთ ქონდა აწეული რაღაც ტყუილა მოიქნოდა ის ფეხს რაზუს ჯიდა ძალიან სერიოზული კონტრშეტევებით ჯიდა და გვაი დაიღალა რამდენი უნდა დასაჯოს არ ითიშება რამე არ ემართება რა სავარაუდოდ იმიტომ რომ წონას არ იკეთებს ხო ცოტა ტვინი არ აქვს და ტვირთული წონის კლებისგან რა სითხეს გასაგაროვის გონდა შეიძლება მაგიტო იტანდეს ანუ მაგ დარტყმებს რა ეს კოლდ კომძიმეს შეიძლება იყოს მაგნეტი დიდი განსხვავება არ იყოს ასე რომ თქვა ძალაში რა ხო და ანუ უკვე რამდენი უნდა გაატაროს ძალიან ბევრი გაუტარა რაუნდში ძალიან ბევრი გაუტარა, ძალიან უაზროდ ბევრი გაუტარა, ძალიან მაგრა დააზიანა და მე ვფიქრობდი მესამე რაუნდის დასაწყისში რომ всё და ანუ ვერაფერი ვერ უნდა გააკეთოს პროხასკამ რომ ეს ბრძოლა მოიგოს. და როგორი просто აფეთქება გააკეთა და არ გააჩერა აფეთქება. ხო არის აფეთქება ხო? მერაბმაც ხო აფეთქდა ჩვენ ჯერაში მეორე რაუნდში ხო აფეთქდა, მაგრამ მერაბს წარმოედგინე ხელები დაიღალა.
მეორე რაუნდში და ვერ გადაასრულა, ანუ ვერ დააფინიშა ეს აფეთქება რა. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება გაიჩერებინათ მერაბის ბრძოლაც, მაგის არ არის ფაქტი რომ არ გაიჩერება, შეიძლება ის ახლა მაგრამ გოდარდმა მასე დაინახა აბა, მერაბის აკრას ბრძოლა, მაგრამ გოდარდი. ხო რა. ხო მერაბს რა, რო ხო რა, ევასება, მერაბის რა, მაგრამ მაგრამ ვერ ანუ იტანს. პროხასკას შემთხვევაში წარმოიდგინეთ, პროხასკა რამდენი წონათა კატეგორიით მაღლა არის და ტიპმა ანუ აფეთქებუდან არ გაჩერდა ვაფშე, არ გაჩერდა და არ გაჩერდა და არ გაჩერდა და არ გაჩერდა და კი, გადალახა და შეასრულა რა. просто ეგ ხო უცნაური მასტია საერთოდ რა, ხო ვერ იტყვი რომ ხო, ჩვეულებრივი მასტია, აი ხო ეთყობა ყველანაირად, რომ ეგ სხვანაირი არის, სხვანაირი იმაზე მიდის რა, გულის ფეთქვა, სხვანაირი გულის ფეთქვა აქვს მაგას რა, როგორც მერაბს. კი. ბაზარი არა. ეხლა 93 კილოგრამის კატეგორიაში ქვემძიმეში სულ მაგარი კადრები დარჩენ, აი სულ ქარიზმატული კადრები დარჩენ, ეს ერთი მაგამედან კალაევი იყო, რომელიც იყო ესეთი ცოტა ეს ანტიტიპი რო იყო, რომელსაც პირისპირ გააღებინებდა, ვერანაირი გაყიდვას ვერ გააკეთებინებდა. ეხლა აი სერიოზული კადრები, სერიოზული მაჩები დარჩა. თან საინტერესო წონა გაიჩნდა რა. ხო და ეგ მაინტერესებს და მაგაზე მინდა კითხო რა, პერერამ რომ მოიგო სხვა გეგმები მქონდაო თუ რაღაც ეგეთი თქვა რა, მაგრამ პატივისცემო ძალიანო და ერთი წუთი მინდაო რომ სიჩუმეო პატივისცემა ჯონ ჯონზის ძმა დაიღუპა რა, გარდაიცვალა და რა ვიფიქრე იცი? აი ამ მოგების შემდეგ უნდოდა რომ ჯონ ჯონსი გამოეწვია White House-ში, ან რაღაც ეგეთი რა. და საერთოდ იმიტომ ახსენე. ხო? აი ძალიან ლოგიკური მატჩია, აბა რატო იტყოდა მაგას? და მე შევიცვალეო გეგმებიო, სპიჩი მქონდაო, მაგრამო მოდით ეხაო ერთი წუთი სიჩუმეო რა. ჯონ ჯონსის ძმაზე თქვა რა და მე მგონია რომ ეგ იყო მისი გეგმა რა, რომ ჯონ ჯონსი გამოეწვია White House-ზე რა. და ეს არავის არ უთქვია ჩემთვის, მართლა მე ვიფიქრე ეგრე რა, როგორც თქვა რა. კი, არა ეს ძალიან ლოგიკური მატჩი არის, ანუ White House-ის ივენზე ვინ შეიძლება იშხულოს ისე თქმა, ეხლა რო ვთქვათ, რომ აი ამერიკამ გადაირიოს და სოფლიომ გადაირიოს და თან ტრამპის ფავორიტი უნდა იყოს ეს ადამიანი, ჯონსი ახლა რეალურად ტრამპის ფავორიტი არის. პერერას საპირისპირო მხარეს არის. საპირისპირო მხარეს ალექს პერერა არის, რომელსაც ძიმე წონაში ჯონსთან რო წააგოს, არაფერს არ გარგავს. მის ვარსკვლავურსაც არ გარგავს ერთი წამითაც. და აუთკამი მაგ ბრძოლიდან გამომდინარე ძალიან მაღალი არის რა. ამიტომ აი ბევრად უფრო საინტერესო არ იქნება. მე ვფიქრე რომ ეს ბრძოლა რეალური გახდა დღეს. იმიტომ რომ პერერა ახლა არის ჯონ ჯონსის წონათა კატეგორიაში ჩემპიონი და ადის ანუ რა მაგარი ისტორია არის რა. პროსტა აი და ერთი ის არის რომ კამარზე ვერ იჩხუბებენ ძიმე წოლის, თორე ეს ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა. კი, მაგრამ 5 რაუნდიანი იქნება და რავი, epic fight იქნება რა. და ანუ даже იმაზე უკეთესი ვარიანტი არის ჩემი აზრით, რომ ავიდეს კიდე მძიმე წონაში და ან ტომას პენალს ეჭხუბოს არ ჯობია, რომ ჯონ ჯონს ეჭხუბოს даже კამარზე არ იყოს. ხო? ანუ ტომას პენალმა და პერერამ რო იჭხუბოს, ხო? ახალ White House-ში აზრი არ აქვს. ცეთი სახში, ანუ ვის არის ეს? 4 ივლისზე ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ინგლისელებმა და ბრაზილიელებმა რატომ დაიჭხუბონ? ვაფშე რაზე არის საუბარი? კი, გეთანხმები, ანუ რომ მაგ იმაში თემაში არ ჯდება, მაგრამ მე ვიძახი, ანუ პერერა White House-ი დაივიწყე. ანუ პერერა შემდეგი ყველაზე კარგი ნაბიჯი რა უნდა იყოს, რომ პირველი გახდეს, ვინც 3 კამარის მოიგო, ხო? 3 დივიზიონის. შეუძლია მაგ ისტორია დაწეროს, მაგრამ ჩემი თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ანდერდოგია ემასთან ასპინალთან მაგი. ძალიან ანდერდოგი არის. ნუ ასპინალს დანიშნულია კი იმასთან განთან, ხო? სივრილ განთან. ხო, აი არა არის საერთოდ პრობლემა, სივრილ განთან აი იმას რა ქვია, პერერას შედარებით მეტი შანსი აქვს. შედარებით მეტი შანსი. ვიდრე ასპინალთან, იმიტომ რომ ასპინალი სერიოზული პანჩერია, პროსტა უბრალოდ აქვს პერერას პანჩერის შანსი. მეტი არაფერი არ აქვს. ასპინალის საწინააღმდეგოდ და სილგანის საწინააღმდეგოდ ფავორიტი არის პერერა. ჩაულებრივი. და
ანუ რა არამიზაში წოლი ბრძოლა არის თქო და კარიერა დასრულებული აქვს პერიოდას რო ვთქვა რა ლეგასი უკვე დამყარებული აქვს და რა ვიცი რა უნდა აკეთოს თუ არ ეტყობოდა დღეს პერიოდა უკან არაფერის გათეს დასრულება შეხედე როგორ ო ანუ გამოვიდა იმას გულისხმობ რომ ანუ ხო ლეგასი შესრულებულია და ერთი აჩივმენტი არის რაც შეიძლება კიდე მოიპოვოს მაგრამ რა აზრი აქვს ქვემძიმე წონაში კამრის დაცვას მარტო ერთი აჩივმენტი არის რომელიც heavyweight-ზე მიღწევას უნდა რომელიც გავიდეს მაგას შეუძლია მეიპოს heavyweight-ის კამარი რა heavyweight და პირველი იქნება ისტორიაში რა თქმა უნდა მაგრამ მე მაგრამ იმას უბრალოდ ვიძახი რომ ძალიან სასწაული ანდერდოგი არის ჯონ ჯოუნსთან ბრძოლა დაჟე იმაზე მაგარია ვიდრე რომ სამი დივიზიონის ფლობელი გახდეს არა კი თო ჯონ ჯოუნსი არის შეიძლება ისტორია ესე დაიწეროს, შეიძლება ისტორია ესე დაიწეროს შემდეგი რიგით. რომ ჯონს მაჩხუბოს პერერას, პერერა თუ მოუგებს ჯონს, ხო? მაშინ ლეგიტიმური ასპინალს კონტენდერი იქნება ასპინალთან, ლეგიტიმური კონტენდერი იქნება რა. და ეს მ უკვე როგორი მეინ ივენთი არის, იცი, რომ ხაბიბ მაგრეგორს ვარ ჩამორჩება და მე ვეზერ პაკიაოს ვარ ჩამორჩება, ისეთი ბაზარი მეინ არა ივენთი არის რა. ბაზარი არა ანუ აჟიოტაჟით და ინტერესით, მაყურებლის თვალსაზრისით და კი ნახოთ, ბევრი კარი გაიხსნა, ასე რომ ვთქვათ რა. კი 3, 2, 1, 0, and liftoff. ხვიჩ თუ ყურე Braves events ისა Georgia versus ანუ საქართველოს World. versus the world Brave პირველად ჩამოვიდა ჩვენთან კი, რა თქმა უნდა, რამდენად უყურე ძალიან მაგარი მნიშვნელოვანი ივენტი არის იყო. ხო ძალიან მაგარი ივენტი იყო, იმიტომ რომ საქართველოს ახლა უკვე მსოფლიო არენაზე სხვა დონეზე ვართ რა. ადრე დამქორსები დავდიოდი და ჩვენი მოგებები იყო ისე რა, ან ჩვენ კი დარწმუნებული ვიყავით ჩვენ მოგამარჯვებებში რა. როცა მე ბიზოგავში და ბევრი დავდიოდი ასეთ შინეთებში მიგეში ზოგადად ისე ვიყურებდი როგორც ირანელებს. უბრალოდ რო ვთქვათ რა. ანუ ეს ჩამოყავდა მოუგონა არიციან და ქვეყანა ვინ არის რა არის არც ვიდეოები არ არსებობდა არც რეკორდები არ იყო არაფერი არ იყო და რო ვიგებდით ახლა ჩვენთვის ლოგიკური იყო რომ ვიგებდით მაგრამ მაგათთვის ისეთი ამბავი იყო ხო ახლა ჩამოვიყვანთ ვიღაც აზიიდან საშუალო აზიიდან რაღაცა და ის რა ქვია იღებს და იგებს და დღეს საქართველოს West World Braves თელივენზე რაულ თუთარაული პირველი ქართველი ჩემპიონი Braves-ში რა საოცნებო ისტორია არის ქართული MMA-ის ქართული MMA-ში რა საოცნებო ძალიან პერიოდი არის ესე რომ ვთქვათ რა ძალიან მე რაზე უნდა იცოცხლებო Braves ჩემპიონები ვყავთ მებრძოლები LFA-ში ვყავს ისინი ვყავს UFC-ში UFC-ის ორი ჩემპიონი ვყავს რა უნდა pound for pound-ი ჩვენი არის მოკლედ რო ვთქვათ რა და თქმა უნდა ორიზება ძალიან მაგარი იყო რომ ესეთი რაღაც ჩამოვიდა შეიძლება რაღაც მომენტები იყო თელი ივენტის განმავლობაში ასე რომ ვთქვათ რა მაგრამ ეს საუბარი რომ საქართველოს ეს თელი მსოფლიო და საქართველოში ბრეივის ივენტი და ეს რაღაც მოქმედებები მიდიოდა ძალიან მაგარი არის ძალიან მაგარი არის ძალიან მე ველოდებოდი როგორ და თავიდან ბოლომდე უყურე და ისე ვისიამოვნე რომ რა გეტყვი რომ მეც UFC-ს უყურე რო თავიდან უყურებ ბოლომდე ეგრე არ მისიამოვნია და აგრა საკმაოდ ველოდებოდი სოლიდური ჩხუბები იყო კი მე ყველა ჩხუბი მომეწონა კი მე ველოდებოდი მაგრამ მოდი ჯერ რაულს მიულოცოთ რა მართლა ინტერიმ არის რა მაგრამ თქმა უნდა ჩემპიონი არის და შემდეგი უნდა შეხვდეს რა იმას ანუ ბოლოს ვისთანაც ქონდა ისეთი ბრძოლა რომ ეჭვი იყო ძალიან რომ იმან მოიგო და იმან რო არ შეხდეს ხო იმან რო არ შეხდეს ხო რაული უკვე undisputed ჩემპიონი არის მაგას არ ჭირდება კამერისგან გაერთიანება მე იმ ადამიანზე ვიცი რომ არაპირებს მაგით რაღაცა ის ხაზავს რაული უკვე აუცილებელი კონტენდერი იყო ჩინეთში გამარჯვების შემდეგ და ანუ ის იმდენი რაღაცებს აკეთებს ადამიანი რომ რაულის მეორეჯერ არ ეჭხუბოს ასე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ რაული უფრო მომზადებული გავა და რამხელა თავი ქონდა მაგას გახსოვს ბლოკჰედი იყო ოღონდ რაულზე რა მე რუსული ცუდად ვიცი რა მაგრამ რაღაც მესმის რა
და ანუ მიკროფონი რომ მიაწოდეს ბრძოლის მერე რაულზე თქვა რომ ბავშვობიდან უყურებო რაულსო და პატივს ხო ეგრე იყო ხო გახსოვს ღირსეული ბიჭი არის ხო მაგას საუბარი არ არის просто მაგას კუბანში მისი კარიერა აქვს კი და ბაზარი მაგან ეხა ანუ მისთვის ეს არის არა მაგან LFA-ში იბრძოლა ეხა მაგას რაულის ბრძოლის შემდეგ ხო მაგან LFA-ში იბრძოლა და რატო როგორ იბრძოლა მაგან მოიგო LFA-ში ზოგადად რატო კი unanimous decision მოუგო ანუ UFC-ში უნდა რა ბრძოლა ხო რა თქმა უნდა ხო ან LFA-ში იმიტომ იბრძვიან რომ ეს UFC Fight Pass-ზე ყველაზე მიახლოებული ლიგა არის რა წარმოიდგინე ახლა მაგან რაულთან ბრძოლის შემდეგ ბრძოლასთან ერთად სამი დაცვა გააკეთა ბრეივის კამარი და იღო და სხვა ლიგაში იჭხულა ანუ არ აპირებს გამის დაცვას просто აუცილებელი დრო არის რომ რაღაცა ამასაც კედავენ ასე ვთქვათ თორე კუბანში სხვა აი ეს ნაბიჯი იყო უბრალოდ ხო ნაბიჯი ხო ხო ეს არამიზან შეწოლილი ბრძოლა არის რომ რაულის ახლა შეხვდეს მაგით და ჩემი აზრით მაგ არასოდეს არა UFC-ში თუ შეხვდებოდა რაულის სხვა გზა არანაირი და იმიტომ რომ არამიზან შეწოლილი არის არა აქვს მაგას უფლება იქ გადარჩა და გამოძვრა ასე ვთქვათ რა და ახლა თავიდან შეყოს მაგათავი ეს უკვე მისთვის არის ანუ უაზრო მოქმედება არის რა სასწაულად უაზრო მოქმედება რომელსაც არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება წარმოიდგინე ისეთი დებილობა არის მოკლედ რა უაზრო არა მარტო დებილობა მოქმედება არის რა ამიტომ LFA-ში არის და შეუშუვიდა მაყურებლებს მამასაც მოუწოთ იმას რომ რაუსო undisputed ჩემპიონი არის ჩემი თვალსაზრისით და ყველაფერი კარგად აქვს. ნუ გააჩნია შეიძლება აიყოს ისე. კუბანში არ აიღებს დარწმუნებული ვარ. ახლა კონტენდერზე თუ არ მოხდა კიდე LFA-ში ან PFL-ში ალბათ აიღებს არა? ანუ არამიზან შეწოლილი ბრძოლა რას ნიშნავს? ის იგიო? არამიზან შეწოლილი ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ რისკი არ ექვემდებარება გამარჯვების შედეგს. ხტი აი რისკი არის რომ არ არის არ ღირს. ო ანუ ფავორიტი არ არის. ხტი ბრეივის კამრის დაცვა არაფერს არ აძლევს. ფავორიტი არ არის ამ ბრძოლაში. რომ მოუგოს რაულს, კაი და მოუგო ხო? მოიგებს არც ისე დიდ ჰონორარს ასე რომ ვთქვა. ახლა UFC-ს დამწყების ჰონორარს მოიგებს ყველაზე კაი შემთხვევაში. ასე ვთქვა რა. და რაულისთან, ანუ მის თავს უნდა დაუდგηθოს, არა აქვს, არა მიზან შეწოლილი ბრძოლა არ არის. არაფერს ვერ იგებს ეს ადამიანი მაგ ბრძოლიდან. ამიტომ აი 99% რომ მაგი არ გავა რევანში თუ არა აქვს რაღაც ძიმე კონტრაქტული ვალდებულებები და რაც არ აქვს, რომ ვიცი რომ დარწმუნებულია რომ არ აქვს მაგ კონტრაქტული ვალდებულებები, იმიტომ რომ მაგან უკვე LFA-ში იჭხმა თავისუფლად. ანუ რა ხარ ხო? ფაქტია მაშინ, ხო? ხო რა. ორი ვერი ბრძოლებდა ხო? ხო, თორე ვერი ბრძოლებდა LFA-ში და მე ვიცი რომ მაგი ადამიანი ამერიკაში ცხოვრობს, მაგას არ აინტერესებს უკვე ეს Middle East-ი, აზია და კამრების დაცვები ბრეივის და მაგან უკვე მისი ნაბიჯები გადადგა რა. უბრალოდ რაული შეიძლება მოულოთ მეთქი ის არის ანდესტები და რომ ადამიანი არის ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების ცოცხალი ლეგენდა რა, ასე რომ ვთქვათ რა. და ორიენტირი ზდილობიანობის და თავდამლობის სპორტსმენისთვის. ხო და მინდა ისე ხალხი აი რაულ გენაცვალე ძმაო თავარი ბრძოლა რაული იყო Fight Hub-ზე ჩვენთან რაული იყო და co-main event-ი იყო ლაშა აბრამიშვილი რომელიც ჩვენი მეგობარი არის ორივე ანუ co-main event-ი იყო ვაუ კი co-main event-ი იყო აგარი ფეხები აქვს ძალიან ფავორიტი კი მაგრამ რაული იყო ძალიან ფავორიტი მიხდი და რაულში არ მეპარებოდა მაგრამ ლაშა აბრამიშვილის ის ვის ყავს მეტოქი ვის ყავდა ხო ის ძალიან სერიოზული პროსპექტი ის ტიპი ეს ნაზაროვი დაჟე რამდენი ფანი ყავდა თუ შეატყეტო საქართველოში რამდენი ფანი მაგას სახელს ყვიროდნენ და ისო ეს ნაზაროვი თან MMA-ის მსოფლიო ჩემპიონია ევროპის ჩემპიონი აი ყველა რეგალია აქვს წარმოიდგინე ადამიანს მოგოებული რა და აი ძალიან მაგარი ტიპი ძალიან მაგარი მძოლეთი ხდება რა და ეს ჩინეთში ჩხუბობდა იმ ივენტზე სადაც გოჩა ჯუბა და ჩხუბობდნენ ლოთქიფანი და ჩინეთში მაგ ბრეივის ივენტზე ჩხუბდა მე წამში მოიგო იქან ნოკაუტით აი ყველა სწრაფი ნოკაუტი გააკეთა ძლიერ ბეტოქესთან და ეს ნაზაროვი რაღაცა სერიოზული და ისეთი ბრძოლა იყო რაული რო არ იყოს ეს უნდა ყოფილიყო ჩემი თვალსაზრისით ჩვეულებრივი მეინ ივენტი რა კი
და ლაშაზე ნუ ყველაფერი შეუძლია, მაგარი ხელი აქვს, ხო ხელით მოსვა ბოლოს. ფეხები აქვს ხო, როგორც ხო, დანასავით ჭრის ფეხით ყველგან და ჭიდაობაც მაგრა იცის რა, პროსტა არ უნდა დაუწყო Super ჭიდაობა რა. ხო აზე ხარ თორე მე super well rounded fighter-ი არის იმენ, super well rounded fighter-ი არის. მე არ მესმის რაუნდ რატო ითხოვს მაგი Brave-ის კამარს, არ ჭირდება Brave-ის კამარი, მე მაგათ Brave-ის კამარს გადაუგდებდი მომში და არ შევხედავდი მაგათ Brave-ის კამარს მაგის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ქართველი ამერი ფეთქებადი სტრაიკერი მე არ ვიცი მისი პირადული სიტუაცია, უბრალოდ მაგას ადამიანს ამერიკული ვიზა უნდა გააკეთო და დააბა ამერიკაში. ჭირდება სიმონ მაგას რა, აქტიურობა ჭირდება ხუჩ რა. Brave არა, აქტიური Brave არა. ეგეც ვიცი, ხო. 34 წლის რო ხარ bantamweight-ი, ხო აზე ხარ, ანუ უნდა შეხვიდე, ხო გესმის რა. 34 bantamweight. ანუ ასაკობრივი ეს არის, მაგრამ ძალიან მაგარი არის. მე ვხედავ რომ რატო უნდა წააგოს მაგ ადამიანმა მომავალი 5 წლის განმავლობაში რენდის ნიედაგზე უნდა წააგოს რა. თან როგორ ბრძოლებს ღებულობს ახლა მაგან მედიდრუსოვსთან რო იჩხუბა Brave-ში დებიუტი, ანუ ისეთთან ჩასვენ ხვალზე ხა მაგან მედიდრუსოვის პროექტი იყო მაგათი რა და გავაშელთან აქვს წაგებული მაგან მედიდრუსოვს და მე ლაშა აბრამოვითან აქვს წაგებული რა. ეს და ორი წაგება აქვს, ხო, ორი წაგება აქვს თლათ ამ Brave-ის პროექტი და ორივე ქართველებისგან აქვს მაგი წაგება არყმული რა. ხო და ანუ ისეთ მაჩაბებს ღებულობს რომ რავი, კაროჩე რა, ძალიან სასიამოვნო მებრძოლია, მაგრამ მიყვარს მასეთი მებრძოლები და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო და ძალიან მაგრა შეასრულა. კი. და ძალიან მაგრა შეასრულა, ანუ ზოგადად როცა არის ეს high stakes, ხო იცი რა, high stakes არის და ყველა დიდი ბრძოლა არის იმდენ გამომდინარე რომ აქედანაც ძალიან მაგარი მებრძოლია და იქიდანაც ძალიან მაგარი მებრძოლია და თუმცა ორივე არ იყო დაუმარცხებელი, მაგრამ არანაკლები ბრძოლა რომ ორი დაუმარცხებელი მებრძოლე შეხვდეს ერთმანეთს რა. და ისეთი დაძაბულობა იყო, რომ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერზე წავლიან ორი მებრძოლე, ორივე მებრძოლე super well rounded არიან, თან ამავე გამომდინარე და მინიმალური შეცდომებიც ყვირავს რაღაცეებს და მე მეგონა რომ აი decision-ით დამთავრდებოდა ბრძოლა. მე არ ველოდი და ფინიშებდა და გატეხავდა. მე არ ველოდი რომ ნაზაროვს გატეხავდა. ოკეი, აბრამიშვილი, არ მეგონა რომ გადახავდა, რომ შეძლებდა მაგის გადახავს, მაგრამ შეძლო რა, მალადეც. სერიოზული ვიდეო, კარგი ვიდეო. მართლა ყოჩახ. და კიდე ბევრი გამარჯვებული ყოლა. კი. ჩაგვეთვალა, ძალიან მაგარი გამარჯვება და ამ ევენტზე რავი, ხო, მართლა 6-ით 1, ანუ დომინაცია იყო ჩვენი, 1 მარცხი იყო და მე ველოდებოდი, მაგრამ რა ამაზე დაწერეს, რომ ბექა ღვინიაშვილის დებიუტი უნდა ყოფილიყო რა. ვერ შეუდგა. ხო, და როგორ ველოდებოდი, იცი, რომ ეგ იყო ჩემი main event-ი, მართლა მაინტერესებდა როგორ გამოვიდოდა რა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ნუ არა უშავს რა, მოდი მიულოცოთ ყველას კიდე რა. აქ ვინც გამოვიდა ყველა ქართველს და ვინც იყო საერთოდ ისტორიული პირველი Brave-ის event-ი. თუ გინდა ახსენო ვინმე, მე ვახსენებ, ოღონდ ქართველი არ იყო, ძალიან მაგარი კაცი ჩანს რა, პაკისტანელის. თუ გახსოვს. კი, მაგარი დადია, გინახება ეს. ყანი ქვია მგონი რა, ძალიან ეს ჯაფაროვს ვისაც ეჩხობა მაგან, ხო? ჯაფაროვი უკანა ბრძოლაში დაამარცხა, კვაშილავამ დაამარცხა ძალიან სერიოზული დომინაციით Max Fight-ს. ჯაფაროვი, ანუ მაგრამ ისმაილ ხანი რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი მებრძოლია, ძალიან მაგარი. პერფორმანსი ეგეთი ყავს ვინმე? არა მგონია. სატყავთ ვაფშე არა აქვს მაგაც საბოლოოდი რა, მართლა ეგ ყავს და რაღაც დადერი. და კიდე რავი, არ მინდა რომ გამომჩეს ვინმე რა. ნარსავიძე მათ მუხანო გიორგაძე, ხო, ეგ მაგარი იყო. ცერცვაძე მოიგო, ფოცხელიშვილო მოიგო. ბიჭო გიორგაძე იყო, მაგრამ ბოდიში რომ მიდიოდა, მაგრამ ბოქსით გიორგაძე იყო. კი, კარგი კრივით რომ მეაწვა, კი. თან საკმაოდ კარგი ხარისხოვანი მებრძოლე და უმარცხებელი მებრძოლე იყო ოთხიოლი და მე და გოჩა რო ჩამოვფრინდით თბილისში, მე გოჩა და რუსლანი ჩამოვფრინდით თბილისში და ეს ტიპი აეროპორტში ვნახეთ რა. ვინა? გიორგაძე? გიორგაძის მეტოქი. ხო.
პირველად მეტოქი აეროპორტში ვნახე და რაღაცებს მეკითხებოდა მებრძოლეები ხართო მებრძოლეები ხართო თქვენ ჩემი ასაყვანად ხო არ ხართო და მე და გოჩა ცოტა 2 საათი ადრე ჩავაფრთხე და რუსლანი და მაგი ერთი ფრენჩი ჩავაფრთხე და ეს დატეხილი ყურები რაღაცები დაინახა UFC ჩანთები დაიგენი და მოგვადგა ბრეივიდან ხართო მებრძოლეები ხარ არა ბრეივიდან არ ვარ მაგრამ მებრძოლეები ვარ და რა დავაკავშირეთ ბრეივის წარმოადგენს ქართული ნახტის კავშირი ხო ვიცნობ მაინც ყველას და შიგრები ხარ. დავიდა ძალიან ადრე ჩამოვიდა, მაგრამ არ დაეხმარა აკლიმატიზაციაში ძალიან დაღალაგიო გაცემ. ო, კიდე ისა ცერცვაძეს ბორენას ლოცავდა ყველას. მაგრამ გამოვარჩევდი ბადრი პოცხველიშვილს საკმაოდ გაზდა დავინახე მაგ მებრძოლის ანუ სტილისტიკური გაზდა დავინახე და ისეთი რომ კარგად იჭიდავა, კარგად შეასრულა, ჭირდებოდა მას ეს ბრძოლა რა. მაგასაც აპასნის მეტოქე ყავდა ხო? ეს ფრანგი ხო მგონი? ხო, კარგი ფრანგი იყო რა. ყველაზე სწრაფი ნოკაუტი ქონდა მგონი ფრანგის ისტორიაში მაგას. თუ არ ვცდები რა. არ მახსოვს არა? მასე ვარ. მასე ვარ ჩოგმებული, მაგრამ მართლა მაგარი იყო და გამიკვირდა რატო არ წახვედიტო? რა ხან ბათუმში ხარ დაკავებული რა თქმა უნდა თუ აი მართლა მქონდა დრო და როგორ ვარ იცი არ ცხელა ხო თუ მებრძოლი შენი არ გამოდის რა გინდა იქ ხო ისედაც ისეთი დაკავებული მე უკვე ხო შენ მებრძოლი თუ არ გამოდის აი ძალიან შორსა როგორი რა ჯუვა ბერიძეს მქონდა მაგ საშუალება რომ ეშხუბა უბრალოდ შემოთავაზება მქონდა და კიდე იცი მინდა ჯუვა ბერიძეს ვისთან დაიჭხობა იცი ვისთან აქ ამ კარდზე ხო და ვისთან იჭხუბებს ამ კარდიდან ვა აბა პირველი ბრძოლა იყო ბულგარელი 4-0 რო ქონდა ატანასოვი რო არის ხო ატანასოვი მაგან მოიგო ხო მგონი სპლიტით რომ მოიგო კი სპლიტით მოიგო ძალიან მაგარ აზერბაიჯანელ მოჭიდავეს მოუგო ძალიან მის მაგრამ უმეწონა ეს აზერბაიჯანელი მომეს დააყენა უბრალოდ ჯუბას დაკავებული არის და ვერასწრებდა მაგრამ თუმცა აუცილებლად ატანასოვის have to go. ხუჩი, უნდა კითხო რა IMF-ზე რა, ესეც ისტორიული მომენტი არის, ანუ IMF-ი ჩატარდა პირველად საქართველოში რა, ეს IMF-ი არის, ანუ როგორ უნდა ითქვას, რომ უფრო რაღაც ყველაფერი შეეროვნულ ორთაბრძოლებში. ყველაფერი სამოყვარულო სპორტში, ეს არის ბოსი სამოყვარულო სპორტის რა. აი, უფრო ოლიმპიური ისა ხო და დაკავშირება რაღაცნაირად. კი. ანუ ეს ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობს IMMAF-ი International MMA Federation-ი ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობს და ოლიმპიური კომიტეტის ქვემდებარეობის ქვეშ ტარდება ეს ივენტები და წარმოიდგინე ხო შენ ხო გყავს ბექა გყავს ევროპის ჩემპიონი ბექა შაინიძე და ეს პატარა ბიჭი გყავს ერთი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს მხოლოდ ერთი მსოფლიო ჩემპიონი გყავს ისაც რუსლან ბურქაძის მოსწავლე არის რა და როგორი რაღაც არის წარმოიდგინე აი მაგარი ორგანიზაცია ხო გახდი მსოფლიო ჩემპიონი სამოყვარულო სპორტში ხო მიყავხარ და დოპინგ ტესტს ღებულობენ წარმოიდგინე რა რომ არ დაიჩაგროს ის ადამიანი ვისაც მოუგე ეს არის ძალიან დიდი წინსვლა ასე რომ ვთქვა რა მაგრამ ბექას პერფორმანსის მე ევროპის ჩემპიონატი რა თქმა უნდა აიღო დოპინგ ტესტი იმიტომ რომ არ გაუჩერებია არც ხელი არც ფეხი და არც გაჭერებულა ერთი ზარა ზოგადად ხო ყველა ჩემპიონი ანუ სამოყვარულოს ისა რა ქვია შეჯიბრი შეეროვნულ ორთაბრძოლებში რომლითაც დოპინგ ტესტი აქვს და სუფთა სპორტზე არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არაპროფესიონალური სპორტსმენებისთვის არის მაგი რა რო აი რა სპორტის განვითარების ნილი მაგ ორგანიზაციას აქვს აი სასწაულად მაღალი ასე რომ ვთქვა რა და დავა დრო სულ ამოდენიმე წელიწად და სულ IMMAF-დან იქნება უმრავლესობა ჩემპიონების რა და პირველი ნომრები რეიტინგის ანუ კარგად გადავლენ ხო სხვა ორგანიზაციებში რა თქმა უნდა დიდი გამოცდილებას ღებულობენ წარმოიდგინე ახლა ბექა ხო აქტიური IMMAF-ის ორი კრუგი აქვს ნაშხუბარი რა ორი ევროპა ორი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს ნაშხუბარი და აქედან გამომდინარე ბიჭს აქვს რეკორდი სამოყვარულო რეკორდი აქვს 19 მოგება და 3 მარცხი სამოყვარულო რეკორდი ეს უკვე ვეტერანი არის ძალიან ბევრი ძალიან დიდი გამოცდილება არის რა და უკვე რა თქმა უნდა აზრი არ აქვს სამოყვარულო სპორტში მოღვაწეობას იმიტომ რომ აქ ტურნირის ბადი უფრო მისი არ არის რა ასე მისი ფორმატი არ არის შეიძლება შეჯიბრის მაგის სატურნირო ბადე რა
და უკვე სრული არსენალი აქვს, გამოცდილება აქვს, кейჯის გზნობა აქვს, რომ ჩამოყალიბებული პროფესიონალი იყოს და უმაღლეს როლს მიაღწიოს რა. ძალიან დიდი ბუსტი არის, ასე რომ ვთქვათ რა, რაც გამოცდილება და ძალა უნდა შეიძინოს სპორტსმენმა 5 წლის განმავლობაში, ამ ბიჭმა 2 წლის განმავლობაში შეიძინა მაგა. ვაუ, ერთი მოკაევი მახსენდება, მაგას ქონდა ბევრი სამოყვესა. ოჰო, მოკაევსაც მასე აქვს. მოკაევს და ბეკას ზუსტად პროსტა ბეკას წაიწაგებები აქვს, რომ მოკაევს 23-0 აქვს და არ წაუგია AMF-ი და ბეკას 3 ჩხუბი აქვს წაგებული მარტო AMF-ში რა. ამიტომ ძალიან მაგარი რაღაც არის რა. ასე რომ ვთქვათ, ის პროსტა ბეკას ფორმატი არ ექვემდებარება და ეს ბევრი სპორტსმენის ფორმატი არ ექვემდებარება, რომ ყველა დღე წონა უნდა აბარო წარმოიდგინე რა. დიდი წონას აბარებს საღამოს ჩხუბ, რომ ბევრი წონაც ვერ დაიკლოთ. მაგრამ მაინც ხო ikleben წონას, ბევრი და ეს გადამული დღეების ფორმატი ბევრს არ უხდება, თუმცა გამოცდილებისთვის და სპორტსმენმა რომ მიიხდეს ვინ არის, რა არის, რა დონეზე არის, ძალიან მაგარი რაღაც არის მაგი რა. გონი ოქრო ვერ ავიღეთ ხო ამჟამად? არა, ორი ბრინჯა ავიღეთ და ერთი ვერცხლი, თუ არ ვერცხლი. ორი ვერცხლი. მარიამ არა იყო? თუ 3 ვერცხლი ავიღეთ თაშმო. მარიამ თოფურიას წარმატებები ეს დასაწყისია პირადად, რავი, ჩვენი მეგობარია Fight Hub-ზე სტუმარი და რავი დიდი მომავალი აქვს და თავი არ უნდა დახაროს, მიაწვეს ბოლომდე, თუ ჭიდაობა საჭირო საქართველოზე უკეთეს ქვეყანას სადნახავ, ხო? საჭიდაობა. თქო. აუცილებლად უნდა წახვიდეთ, ეს ხო გზა არ არის, ყველა აგებს. აბა რა. ხაბიბო უბრალოდ ყველა მისი წაგება კარიერის დასაწყისში გააკეთა. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. მოკლედ რავი, ძალიან მაგარი საუბარი გქონდა. ერთადერთი რაც ძალიან გამეხარდებოდა, ნუ შენ როგორც კოუჩი ისე შემიძლია კითხო, ანუ გოჩას გამოსვლაზე, თუ გინდა რომ შევინახოთ გოჩასთან ერთად ეს საუბარი. არა, დავილაპო გოჩის არა, დავილაპო რაკეთეს. ხო. ანუ მე ხა უხეშად არ მინდა რომ გამომივიდეს თმაო და პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ ხო იცი ხა დასამალი მე არაფერი მაქვს, ჩვენი გამარჯვება, ჩვენი მოგება და ჩემი ხალდაჭერა, ანუ ეგ არის ხო, ბაზარი არ არის. მაგრა იმუშავა გოჩამ. უბრალოდ ბოლოს გადაწყვეტილების დროს შეიძლება ითქვას, რომ დაფიქრებულიყავი და გქონდა თუ არა ეჭვი, რომ ეს მოგება ჩვენი იყო. მე ვიცოდი გოჩამ რომ მოიგო მაგ ბრძოლა, მე ვიცოდი გარანტირებულად პირველი და მესამე რაუნდი მოიგო და მეორე რაუნდი სადაოს აკითხი იყო რა, იმიტომ რომ მეორე რაუნდში იმასაც ჰქონდა წარმატებული მომენტები, ასე რომ ვთქვათ რა. просто როგორ არის ეს ბევრი მაყურებლები ხო არ უყურებს იმას რომ кейჯთან რამდენ დარტყმას არ აყენებს რა და გოჩამ წარმოიდგინე ხო ამ ჯგუფში სტატისტიკა აქვს LFA-ს და მე მაგ სტატისტიკას ჩავხედე და 71 მუხლი დაარტყა 75-დან მიხდი რა ეს დარტყმები ეს ზიანები ეს ამას ამდენი მნიშვნელობა აქვს რა პირველი მესამე მოიგო მე ვიცოდი პირველი მესამე რომ მოიგო სპლიტი ერთმა მსაჯმა მიცა დისტერდაგზე არ ვიცი თუმცა მეორე მსაჯმა 28-29 მიცა რაც საკმაოდ ობიექტიურია და მეორე მსაჯმა 30-27 რა და მაყურებელს ვეტყვი ხო რომ ეს ისეთი დღე იყო გოჩასთვის რა რა თქმა უნდა ბევრია ქვედა ფაქტორები არსებობს რა ეს ისეთი დღე იყო გოჩასთვის სადაც უმრავლესობა სპორტსმენი აგებს რომ არა სპორტსმენის დღე არ იყო ეს სრულად აი რა სასიყვარულო მნიშვნელობა რაც არის რომ მისი დღე არ იყო ეს არ დანებდა და ბევრი სპორტსმენი მაგ შემთხვევაში აგებს რომ აი წარმოიდგინე შემოსული არ იყო ხო მთელი მისი ბარგი დააკარგა მისი მთელი აღდგენა დააკარგა იქ დანამატები ქონდა რა ზიგირდგენს ეხმარებოდა წონის აკლებით მისი ყველაფერი დააკარგა ზედმეტი წონაზე ზარხარდი და აი დრო დაიწყო ხო იცი ეს თოვლის გუნდასავით რო კრიბავს და ბოლომდე ბრძოლამდე აი ძლივს მივუყანეთ გოჩა რა უკვე დასული და ახლა ჩვენ არაპროფესიონალები არ ვართ რომ ბრძოლიდან მოვიხსნათ რომ რატომღაც ვერ ვართ არ ვართ რაღაც ვერ ვჭამეთ კარგად ან რაღაც მასეთი რაღაც არასოდეს არ მოხდება რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა წახვიდე რა
და მივიყვანეთ ბრძოლამდე და თვითონ ბრძოლაშიც გოჩა ჩაიციკლა ის ბიჭის შესაძლებელი არის რომ ძალიან მაგრა იყო მზად მაგი ბიჭი და გოჩას ქვეშ და გოჩავი იმის მაგივრად რომ მაგალითად გდების ცდილობას თავი გაანებოს და აჩვენოს და გდება არ აჩვენოს და დარყმულზე გადავიდეს ხო ბოლომდე თავის ჯინით აწვებოდა გოჩა ჩაიციკლა მიხდი ანუ ჩაიციკლა გდებებზე მაგ შემთხვევაში და აი კი მეუნებოდი რომ საჭიროა მეთქი მაგრამ ეს ისეთი დღე იყო გოჩას კარიერაში რომ შეულებრივად შეიძლებოდა რომ ეს დღე წაგებით დამარ დასრულებულიყო და ექნებოდა გოჩას ერთი წაგება თუმცა გამართლებაც არის სპორტული რა თქმა უნდა და მისი მიწოლა და ხასიათიც არის ხა მეტოქეც არაფერს არ აკეთებდა ის უბრალოდ კედელთან იდგა და იმენა ჩაყვანისგან იცავდა და მარტო თავს მოკლედ რო ვთქვა რა და დგომში 3 ეპიზოდი ქონდა თლა ტელეშოუების განმავლობაში რა იმას ხო დღესაც ხო რა იმას დღესაც უყურე ანუ იმას არაფერი არ გაუკეთებია ბრძოლის მოსაგებად იმას უფრო აქტიურად რო ეჭიდაო ხო გოჩას დომინაციაც უფრო აქტიური იქნებოდა იმიტომ რომ ის ოფენსივ რესლინგი ვაფშე არ ქონდა მაგას მარტო დიფენსივ რესლინგი ქონდა იგიც ჩაყვანისგან რა და რავი რა შეიძლება გოჩამ და ისამის საჩემპიონო ხასიათი რო არ გატყდა რომ ვერ იყო ვერ გახურდა გახურხოდი კარგად ვახურებთ მაგრამ მაინც აი ვერ გახურდა ვერ აიღო რას გონია როგორც საჭირო არის აი ადრენალინი მაგიტო მერავი რო გადიოდა ხა ბრძოლაზე ხო მაგიტო ვინერვიურე რომ გოჩასავით მოდუნებული დავინახე ხო მიხდი რა პროსტა მოდუნებული დავინახე მოსეირდებული დავინახე რა ეს მაგარი გაკვეთილი არის თან გამარჯვება არის თან მაგარი გაკვეთილი ეგ არის ყველაზე მაგარი რა ყველაზე სერიოზული გამოცდილების ნიადაგი არის რომ როგორია გოჩა იმერი დომინანტური მომდა და რთულ სიტუაციაში არ აღმოჩენილა რაც არ უნდა მეტოქე უბრალოდ ახლა რთულ სიტუაციაში რა აღმოჩნდა ხო იმ წნეხის ქვეშაც იცის როგორ უნდა მოიქცეს და რა გააკეთოს და უფრო კარგი გზებიც იცის ვიდრე ამ ბრძოლაში გამომდინარე და თქმა უნდა მოგება თავი გოჩას დავალება თავი იყო ხელაწეული გამოსულიყო და შეეძლო ხელაწეული გამოვიდა თუმცა მართლა გეუბნებით რომ ძალიან ძიმე დღე იყო მისთვის პირველი დილიდან საღამომდე ასე რა თქვა რა მაგრამ ყველაფერი გააკეთა რომ მეიგოს ობიექტიურად მინიმუმ 2 რაუნდი მოიგოს 3 თუ არა რა მე მივეცი ჩემში ეჭვი არ შეგებარო წვა მე მივეცი მაგაზე არანაირი პრობლემა არ არის მაინც არანაირი პრობლემა არის საპირისპირო გუნდის ცდილობდა გაპროტესტებას რაღაცას იქეთ მაგრამ ეს ამას არ არის ქვემდებარება რა თუნდაც თუნდაც მე კომენტარებში რაღაცებში სტატისტიკას დაგიწერთ პირველი და მესამე რაუნდის დარტყმები როგორ იყო რომ ეჭვის არ შეგეპაროთ ძირითადად დაცვით ახლა ვერ მოიგებ ჩემი აზრით მე ეგეთი მაქვს რომ თუ იცვავ ანუ მაინც პასიურობა გამოდის იმიტომ რომ 50-50-ზე ხართ როცა შენ იცავ და მე გიტევ მაგრამ მე როცა გიტევ და თან გირტყამ ანუ ტექდაუნის ცდილობა თან ტექდაუნის ცდილობა თან ტექდაუნის ცდილობა თან მუხლები ხელები ხო ეს აბსოლუტურად გოჩას დომინაცია არის რა თქმა უნდა ისე რეაქცია ქონდა ეს ძალიან ესა ხალხისგან რომ მოდიოდა ისენი რა ქვია ბუები და რაღაცები ეხლა სიმართლე ვთქვათ ხო ეხლა მერაბდვალიშვილის ბრძოლა გახსენით და ჩართე და ქეიშთან როცა მერაბდვალიშვილი ჭიდაობდა ეს უზდელი ხალხი და სუგაში მაგაზე უგერებდა ამოვდი მაგაზე ამოვდნენ ბუებს თუ მოусმინე შენ გაქვს მოდა კეიგონე მაქა იციან ხოლმე ადვილად კი ასე რომ იწყებდა იციან კი ხო რა და ეხლა ვაფშე მე კი მესმის მაგრამ ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არანაირი არ აქვს მაგრამ რამე თუ გამოიწვია რა თუ რაღაცა რეაქცია მაინც მით უფრო არ დაიქოქე ან რაღაც ენერგია არ მოხდა პირიქით მაგ ბუებმა გასო ფიქრობ რომ არანაირი რეაქცია გოჩა man on the mission he don't care ხო აი ეგრე ძმა he doesn't care ის რაზეც არის შართული ბოლომდე მიაწევა просто აი რო გაიხსნა და მერაბდვალიშვილი კომბინაციები რო ერთხა და კიდე შესაძლებელი კომბინაციები და კიდე შესაძლებელი ვაფშე აი ერთი სადაობმენტის არ ექნებოდა არავის და არც სატირალი არ ექნებოდა მოკლედ რო ვთქვა რა მაგრამ it is what it is ხო იცი რა ბრძოლა არის ჩვენ არც ჩვენ წერფულებს და არც ჩვენ წერთ ჩვენი სპორტსმენის ხელს რა რას ვიძახდი მე რა სანამ გისა რომ მე უბრალოდ არ მინდა რომ აი პოპულარული აზროვნებით რაღაც ჩვენ დავიხარჯოთ ესა დავიჩაგროთ თორე მე რომ მოვიგე და ჩვენ რომ მოვიგეთ ეგ მესმის მაგრამ ანუ ეს რაღაცა ნეგატიური ეფექტი ხო არ შეიძლება რომ კონდეს ხა იმასთან თვითონ LFA-სთან ან რაღაც
ყველა ხო კამფეტი არ ვართ, მებრძოლეები ვართ რა და მე ეცუარესთან მქონდა იქ საუბარი LFA-ის პრეზიდენტი ვინც არის რა. რა თქმა უნდა უკმაყოფილო იყო რომ ეხა მაგას უნდა რომ UFC fight base მეტმა უყუროს რომ UFC მეტი რაღაც გრები გაუგეთოს მოკლედ რო თქვა რა. მაგრამ მე ვუთხარი ეს რომ გოჩას აპირისპირო ხელის რო ეწიათ მეთქი ჩვენ არაფერს საუბარს არ დავიწყებდით ღირსეულად მაგას მივიღებდით არინელო თუმცა მე ვარ დაწუნებული რომ გოჩა მოიგოთ საწუნებული და შესანიშნავად მეთქი მე თქო არ გააკეთა არაფერი მეთქი უნდა გავამდე თქო მაგრამ doesn't matter ხო იცი რა გოჩას დავალება არის ხელა წეული გამოვიდეს და გამარჯვება მოიპოვოს იმიტომ რომ ეს არის კარიერის მებრძოლე არა entertainment რა თქმა უნდა entertainment-ი მოყვება გოჩას ბრძოლებს მაგრამ ეს არის კარიერის მებრძოლე სანამ არის დაუმარცხებელი და სანამ არის გამარჯვებების ამ ხელა მაგარ სერიაზე მისი პირველი სხეულის დავალება არის რომ ხელაწეული გამოვიდეს როგორც გამოვიდოდა ილია თოფურია გამოდიოდა პირველი ბრძოლა ხო თოფურია მას მაგრასა кайფოდ გააშრო ხო და ხარ იმენა იუსუფ ზარალი მიკეცა მოგეცა არა მოასუნქთა ერთი შანსი არ მიწა რომ რაღაც უაზრო დარყმა და ერტყა და 100%-იანად თუ მომწონს მაგი და ხამზა ჩემაევი რომ დუპლესის სუპერ სეიფ რო ეჭხუბა main event-ი აი რა ხედა main event-ი სუპერ სეიფ ეჭხუბა იმენა ერთი ამოსუნ თქვის საშუალება არ მიცა რა მაგის ვერავინ რაფერს ვერ ეტყვის იმიტომ ხამზა ჩემაევი არის დაუმარცხებელი მებრძოლი რომელიც არის შედეგზე განწყობილი სხვა მაგას დავალება არ აქვს ეს არის გოჩაშაინი რა თქმა უნდა ჩემაევსაც ხონდა რა მოსატყელი ბრძოლა არ ქონდა ახლა კამარუ უსმანთან მეორე მესამე რაუნდი ჩაატარა გაროჩე რა ხალხს სახეს ჩამოსტიროდა პროსტა გავიდა დღე და დაავიწყდა ყველას წაგება რო ქონოდა არავის არ დაავიწყდებოდა მაგი რა ამიტომ მაგრამ კიდე ეცუარეს კიდე სხვას არ მოწონდეს გოჩას გამარჯვება და გოჩას ჩატარებული ბრძოლა ანუ გვაქვს კიდე LFA-ში ბრძოლა თუ რა ხდება გოჩასთან ეს LFA პირველად იყო ევროპაში ზოგადად რა ისეთ ადგილას სადაც ჩვენ ვიზოთ შეგვიძლია მიწდომა ხო პირველად იყო ახლა რა ხოლმე ბრაზილიაში არიან მაგრამ ბრაზილიაში უფრო ლოკალური პუბლიკისთვის არიან და ну ლოკალური პუბლიკისთვის არიან მოკლედ რო ვთქვა რა ეხა ის ბრაზილია არ არის ქართველებზე თუმცა როცა გოჩა ამერიკაში ჩავა და ლას-ვეგასში ადგილმდებარეობა ექნება რა თქმა უნდა LFA-ის კარიბე მისთვის ღია არის LFA-ის სატიტულო გზაც მისთვის ღია არის ანუ ის კარი ღია არის და ამ შემთხვევაში არ იკეტება მოკლედ რო ვთქვა რა თუმცა გოჩა ხო პრეანონს გაიკეთებდა დიდი ალბათობით ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში თბილისში იჩხუბებს კიდე ერთ ბრძოლას და საკმაოდ სერიოზულ ოპოზიციასთან თან ისეთი ბრძოლა არის თბილისში თან ისეთი ბრძოლა არის ხო ანუ პროსტა სპოილერს შევაგდებ მაყურებლებისთვის რომ აგრიმენტის მომენტებში ვართ ასე რომ ვთქვათ რა გოჩაშაინიძე main event-ი 9-0 გოჩაშაინიძე მეტოქე 9-1 ანუ ისეთი main event-ი არის რომ მეც ბურსგლავს ან მე ვაკეთებ მაგ main event-ს მაგრამ მეც ბურსგლავს უბრალოდ ქართველი თუ არა ქართველი არა ქართველს თქონდა 9-1 ქართველი არ თქოს ჩვენ და მაგდამის ქართველი არ თქოს ახლა მეორე ბენთამვეიტი მასეთი არ უყავს რომ ანუ თარითან ზილოვი უნდა იყოს და მე არავინ უბრალოდ რა თქმა უნდა ჩვენ ქართველებთან არც ვიჩხურებთ უკვე იყო შემოთავაზება ქართველებთან თანზილოვი გონი ფედერი არის რა გონი ფედერი არა ბენთამვეიტია ეს ეს გოჩა და ოთარი არიან ორი აი ტოპ ქართველები რა სოფლიოში უბრალოდ ბენთამვეიტი და იყო ქართველებთან შემოთავაზება მაგრამ ახლა რატომ უნდა ვქნათ ჩვენ სამყაროში ნეგატივი ისეთ ცოტა ვართ კაცო საჩხუბარი რა გვაქვს ვაზე ხარ თან ჩვენ ძმაკაცებთან და ჩვენ ძმებთან ვისაც შეიძლება ვინმეს არ უნდა ეს ახლა ჩვენთან მაგაცობაც მაგრამ ეს ანუ out of sense ხوازე ხარ რა აზრიც არ აქვს მაგ ბრძოლას მოკლედ ჩვენ ვიცით რომ გოჩას 9 და 0 ერთი არ არის ქართველი იქ ყველა არის უცხოელი იმ 9-ში მეტოქე ანუ იმ 9-ში მუშაობს მეტოქის აქვს რეკორდი 9-1 გოჩა 9-0 და ისეთი მაჩაპი არის რა აი LFA split decision-ის შემდეგ რომ გამოსასწორებელი არაფერი არა მაგრამ ესეთი რა მენტალურად გამოსწორებული არის ასე რომ ვთქვა რა დარაზგონებული არის და რომელი ორგანიზაცია არის მაქსაით იქნება დავით ქირეს ორგანიზაცია ხო და ამ ფერვერკებს ნახავენ
ჩვენთან საქართველოში, ანუ ამნაირი გოჩას ნახანი გადაატენეს მაყურებლები ჩვენთან საქართველოში, რაც უკვე სავარაუდოდ ამ ჩხუბის მე შეიძლება გოჩა ვნახო, ვერ ვნახოთ საქართველოში ამის შემდეგ რა. ამიტომ ვაკამბეკებთ გოჩას ძალიან მაგარი ბრძოლით რა. მე ძალიან მეწყინა რომ მაგალითად AFC-ზე ამოგვივარდა იქ ძლიერი მოწინააღმდეგე და ბოლო ორ კვირაზე ვინც მიიღო იმაზე თანახმოვი ვიყავით, გოჩას დიდი მოზადება ჰქონდა გამოსული AFC-ს მეტოქიტორეს მე ძალიან მეწყინა, თორე გოჩას გზა არა ეს მის მაჩები რა. და სუსტი ოპოზიცია გოჩას გზა არა. და რა ვიღმერთი დგება ისე წესით, რომ გოჩა კიდე ერთ მაღალხმოვან მინიმუმს ჩამოიტანს საქართველოში და მოყურებელს ექნება საშუალება, რომ ძალიან სერიოზულ ფეერვერკს უყუროს მინიმალური ჭიდაობით ამ შემთხვევაში. არა, მინიმალურია, როგორც საჭირო იქნება ისე გამარჯვებისთვის, მაგრამ ცოტა ხელები უნდა ვნახოთ. ბაზარი არ არის რა. ცოტა არა, 90 ცოტა არა, ძალიან ბევრი ხელები ნახავ და ძალიან ბევრი ჩეხავებას ნახავ. არ მე გოჩასგან ჭიდაობა სულ მინდა რომ ნახო. აი მერაბისგან არ გინდა, მე სულ მინდა რომ ნახო ჭიდაობა. კი, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ რა თქმა უნდა მინდა რომ კომბინაციები ვნახო რა, ცოტა და რაღაც ხო. გოჩას აქვს კრივი, გოჩას აქვს ძლიერი მხარე, დარტყმა აქვს. აი ძალიან სერიოზული პანჩერი არის. უბრალოდ ჯერ ვერ გამოაქვემდება რა, იმიტომ რომ ინდონეზია კარგად მუშაობს ჭიდაობა. ადამიანი ფიქრობს რატომ უნდა ვიჭიდაო? ინდონეზია კარგად მუშაობს ეს ჭიდაობა, ხო ახლა რა? ანუ ვერ ხდება რატომ უნდა იჭიდაოს. რატომ უნდა იჭიდაოს გომში, რატომ არ უნდა იჭიდაოს, ბოდიში მოსწორეთ. არასწორად თქვი. რატომ არ უნდა იჭიდაოს ვერ ხდება რა? როცა მნიშვნელოვანი ჩხუბი არის. რავი, თუ ეგრევე შევა და ჩაიყვანს და იზამს ბაზარი არა. დგება ლეგასი, კარიერა დგება ლეგასი დგება, გოჩან ვითარდება. გოჩას დამწყები მებრძოლია, კი აქვს რაღაც უკვე საკმაოდ სოლიდური რეკორდი, მაგრამ კიდე დამწყები მებრძოლია და როგორ მიყვარს. მე კიდე ვითარდებიო რა. დავითაც ხო იყო კუთხეში. დავითა არა, აქ ესპანეთში მე და რუსლანი ვიყავით. დავით არის ყოსული? ნიუ-იორკში არის. ნიუ-იორკში. დავითას მე დავითას ვხედავ ხოლმე კუთხეში, ხო, ტვინში მიზის უკვე რომ აი ეგ დავითა არის კუთხეში. არა. ძალიან ჯიგარი არის გოჩა რა, მოკითხვა და აი ეს რო დაინიშნება, ანუ Max Fight-ის მე გოჩასაც დაველაპარაკოთ რა. ისე რა ქვია, რუსლანი რო გრან-პრი ჩუბა იცი? რუსლანი მე ხა კამარი არ მოიგო ცოტა ხნის წინ? გრან-პრის კამარი მოიგო. ხო. ანუ როგორი სტილის გრან-პრი იყო, უყურე მოგწევთ თუ გინდა და რამდენი ხო. ანუ როგორი თემა იყო? ეს როგორი ერთ დღეში ჩაატარა 3 ჩხუბი. ეგეთი თემა იყო რა, გრან-პრი იყო ასეთი და ერთი რაუნდი 10 წუთი. Pro MMA. არა, პროფებში ვერ დაიწერება ეს ფაქტორი. ხო, მაგიტო კითხე, არ იყო პრო, ხო? მაგრამ ეს არის old school. იმენაცვეჩი old school-ი არის, რაც old school იყო ადრე, რაც ქართული სპორტის პიონერები, ქართული MMA-ის პიონერები ხო, პრაიდამდე რაც იყო Rings ისეთი ორგანიზაცია, და ზაზა ტყეშელაშვილი იყო მაგ-ერთი ქართული პიონერი რა. კობა ტყეშელაშვილი, ზაზა ტყეშელაშვილის ხალხი იყვნენ პიონერები მაგ სპორტის რა, ესე 10 წუთიანი ერთ რაუნდზე ჩხუბობდნენ და მაგიდან გამომდინარე ყალიბდებოდა ვინ არის საცხო მაგარი და ეს 60 ბრძოლას რო ატარებდნენ ერთ დღეში, ისეთი ტიპის ივენტი იყო რა და 70 კილოს მებრძოლი რუსლანი 80 კილოში ძალიან სერიოზული რაღაც გააკეთა რა, მოკლედ ვთქვათ, ყველაზე პატარა ტიპი იყო იმაში, რა ქვია, მის წონათა კატეგორიაში, იმიტომ რომ დიდი ბიჭები იყო, მაგრამ რავი რა, ძალიან ბიჭო რუსლანა მართლა ძალიან ისე ჩანს რა, მაგარ ენერგიაზე არის და დაქოქილია მგონი, მაგას ვერავინ ვერ გააჩენებს. ძალიან ქარიზმატული პიროვნებაც არის რუსლანი და მაყურებლები მაგრა кайფობენ უკვე კანარის კუნძულებზე ეს ჩვენ ხო როგორ გავაკეთეთ. ამან იჩხუბა გრანდ კანარის კუნძულზე და დავტოვე მე რუსლანი, ჩაუფრინდი საქართველოში, ავიყვანე გოჩა, ჩამოფრინდი უკან. გვერდზე მეზობელ კუნძულზე იყო LFA. მიხდი? და ეს ავიყვანე გოჩა მე წავყევი LFA და გრანდ კანარი კამარი აიღო გვერდზე. ხო კამარი მისინ გრან-პრის ჩემპიონები. გრან კანარები და ტენერიფე გვერდი კუნძულები არის და გრან კანარი და ტენერიფეში რუსლანი გადმოვიდა ჩვენთან. და ასე მეორე სეკუნდადი ვნახეთ რა. ისეთ პონჩი ვიყავით ქართველები ხო? ყველა
ყველა სპორტსმენები 1 სეკუნდამდე და იჩნდებოდეს ხო დადიოდა ჩვენ ქართველები 2 სეკუნდამდე დავდივართ ყველგან მოკლედ რო ვთქვა. ორით კი არა, მე მგონი მესამე ყავდი მე ჩინეთში ძმაო. ბოლოს კი გამომიშვეს. ჩინეთში ვაფშე მაგრამ ვიღავით მე ჩინეთში ზარა. მე LFA-ის კამარიც ხო არ ავიღო, ხო დადო ეგეთი პოსტა. ხო LFA-ის კამარი არა აი მე და LFA-ის დომინაცია გაუკეთა იქანი ელაპარაკებოდა ყველაზე მუქრებოდა ვინმე რო ამოვარდესო მე ჩამსვით ვთქვა რომ ხო მაგას ვიძახი რა. ვინმე თუ ცუდად გაგიხდა აქ ვარ ვიჩხუბებ არანაირი პრობლემა არ მაქვს რუსლან. ძალიან მაგარია რუსლანაც უნდა მოვიყვანოთ რა, კაი დრო გავიდა მგონი. ო ერთხელ ყავდა რუსლანა და რავი მთლიანი ბათუმი ისტორია ეს კაროჩი ისტორია გრანდეს ხო ეს რუსლანის უნდა მოაყოლი რა რამდენი რაღაც მოხდა იმ ერთ საღამოში რამდენი ხადავი მოხდა ხო ხარიზმატიულად და სიცილით მაგას შეუძლია მაგი მოგიყვას რა. უეჭველი აი ხვდები რა მაგარი კურიოზები და იმდენი რაღაცეები იქნება ხო იმდენი კურიოზები და იმდენი რაღაცეები იყო რომ ვიცი რა მე მოცულად დაღლილი ჩამოვედი. ოშენ რა შეიძლება შეიძლება მე ახლა პარაკს დავამთავრე ფინანს რო ეჭხებოდა რომ ესა რა დუხზე იყო რო განახორე და ასე უყურებს პიროქს ასე უყურებს ხოლმე ხარ ანუ ასე გვერდით ასე უყურებს ხოდა ანუ და რა თემა იყო იცი ეს ფინალური ბრძოლა არის და ეს სულ პატარავება ყოლა და ახლა ფინალში სულ და ახლა ფინალში გავედით და უნდა ვქნათ ისე რა ფინალში გავედით და უნდა ვქნათ ისე გავიდით ბოლომდე კაროჩი რა face-off-ი თუ რა? ანუ ბოლო ბრძოლა всё, აი განწყობილი ვარ მაგრა კაროჩი რა და რა თემა არის უყურე ხარ და გახურებას ხო ვაკეთებთ რაღაც და აი ბოლო ბრძოლა და ვიღაც უკან ხურდება რა. და მე უყურებ და ახლა რუსლანის არ ვდუხა და რუსლანი ძალიან გადატენია ნაპერწკლებს წრის რო ეხა თან სამლის მოსოლიდური ჰონორარიც საკაიფო ჰონორარიც იყო რა. განტეს მოგების შემთხვევაში და ისე რა ქვია და გადატენიან ნაპერწკლებს და უკვე ვერავინ ვერ გააჩერებს. პირველი მეორე შეხვედრა უფრო ადვილი იყო რუსლანი რო გაჩერებულიყო და მაგ ფინალს ზურზე უკვე всё არანაირი შანსი არ არის რომ რუსლანი ვიყო და ყველა აპატარავება რა. და მე ვატრიალებ თავს და უყურებ და რამხელა ტიპი გამოდის იმათ სარეს გასვლა არის რა საიდანაც გადიხართ უკან ის დგას. ჩვენ პირველი შევდივართ ის მეორე შემოდის და რაღაც ძალიან დიდი ტიპია და ეს ბოლო ბრძოლაა უკვე მეინ ივენთია ეს ფინალი რა. ბოლო ბრძოლა არის საღამოს და სხვა მებრძოლი წესით არ უნდა გამოდიოდეს და არა და უყურებ რომ არ უნდა იყოს ეს ამხელა რუსლანის მეტოქი და შემოკლედ როლკად რა. და მე ავფიქრობ ავტორ და ესაც ხურდება და ხელებს და ვა რაცა ბაღლაპას და ალყავს ნახევარ დარბაზზე ხმა ისმის და რუსალი ავტოკოდე ავტო ვიდეო ხო და ასე უყურებს და აბას დედას მოუწყნო ხარას და მე ამავე დროს ფიზები თვალები თუყურე ხე ის ასარჩი არის და ხვაზე ხარ ფეხებზე კიდია ყველა არა ხო შიში რო ადიდებს ვიღაცას ეს ამის თვალებში ნაბოლოდი ხოძი რო არის პატარავდება ადამიანი რა. უყურებს და არაფერად არ აკეთებს და მე ვიდეოს უყურებს აი რა ხერა ვისას მეჩხუბე მარჯა ხერა იყო მე დაამოყავა ჭყუმის ვერე ყვაზე ხარა მაგარია რა რუსლან და მთლიან საქართველოს ესეთი წარმატება MMA-ში რავი რაგბიზე იძახიან ჩვენი სპორტი არისო მაგრამ MMA ჩვენი სპორტია. არა, უფრო რა თქმა უნდა, არა, რაგბი ჩვენი სპორტი იქნებოდა, რომ ახალი ზელანდიასავით რო ვიყოთ. სულ pound for pound-ში. ეს შეძლოთ ამბობთ, რეალურად pound for pound-ში ვარ და აუცილებლად ველოდებით იმას, რომ მე რამგვარიშის პროსტა გადადგამენ წინ. ერთი ნაბიჯით კიდე, სადაც ღირსეულად არის ისლამ მახაჯეს ერთი ნაბიჯით უკან გადადგამენ და პირველი ორი ადგილი იქნება საქართველოს. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხო ბევრს ლაპარაკობენ ხალხი რა და ბევრი ლაპარაკი მოდი და საქმე არ ექვემდებარება მაგ ლაპარაკს რა ზოგი ერთად ბევრს ლაპარაკობს რომელიც საქმეს არ ექვემდებარება და ჩვენ საქმეს ვაკეთებ და ღირსეული არის მეორე ადგილი ეს და პირველი მეორე ადგილი მე რაბისთვის ღირსეული არის რომ რეალურად ძალიან სერიოზულ რაღაცას აკეთებს სუპერ აქტიური ჩემპიონი არის. აბანა მოკლედ ხალხო ეს იყო 224 ეპიზოდი Fight Hop podcast-ის პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, ნოსტალგიორგი ხვიჩაქორიძე, Beijing, Batumi, New York, Tbilisi, Kutaisi, Poti, სადაც არ უნდა ყველგანავართ რა. Big up.
You tune into the Kartvelians on the Fight Pod podcast. Fight Pod.